მოგესალმებით ყველას. დღეს განვიხილავთ იოანეს სახარების მე-18 თავს. მოკლედ გაგახსენებთ მე-17 თავში რაზე იყო საუბარი. მე-17 თავში ჩვენ განვიხილავთ იესოს საუბარი მამა ღმერთთან, ზეციურ მამასთან, მისი ჯვარცმის წინ და ის ამბობს, რომ განმადიდე მამაო იმ დიდებით, რომელიც გქონდა შენთან ქვეყნის შექმნამდე. ის ამბობს, რომ მისი ღვთაებრივი დიდება, რაც მას ჰქონდა, როგორც მარადიულ ღმერთს, აჩვენოს მამამ ახლა მის ჯვარცმის და აღდგომის დროს. მეორე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აქ ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც შენ წინასწარ დაინახე სამყაროს შექმნამდე, გახსოვთ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. სამყაროს შექმნამდე, შენ როცა ქმნიდი სამყაროს, ჩემთან ერთად. შენ წინასწარ დაინახე ადამიანები და შენი იყვნენ ისინი მორწმუნე ადამიანები და მე მომეცი. ახლა გთხოვ მათთვის, რომ დაიცვა ისინი, რადგან მე მოვდივარ შენთან, ესენი ამ ქვეყანაზე რჩებიან და გთხოვ, რომ დაიცვა ისინი. და ეუბნება მათ, რომ ახლა უნდა წახვიდეთ და მთელს ქვეყანას უქადაგოთ ის, რაც ჩემგან მოისმინეს. და ეუბნება ბოლოს, ასე მთავრდებოდა მე-17 თავი, რომ მამაო მართალო, მე გამოუცხადე ქვეყანას შენი სახელი. რა სახელი გამოუცხადა? ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ მამის სახელი გამოუცხადა, რომ მამა ღმერთი მორწმუნეების და მათ უფლება აქვთ, რომ როგორც აბა მამაო, ასე მიმართონ მას, როგორც ქრისტე მიმართავდა ღმერთს, ხომ? ებრაელები ხომ ღმერთს მამაო ჩვენოთი მიმართავდნენ, ჩემო მამაო, არ შეიძლება ესე თქვა. ეუბნება ქრისტე, რომ მე გამოუცხადე მათ სახელი აბა მამიკო, ანუ მამილო, ჩემო მამაო, ჩემო პირადო მამაო და ახლა ამათაც შეუძლიათ, რომ შენ მამა დაგიძახონ, რადგან ჩემი ძმები არიან ესენი და მე მათ გამოუცხადე შენი სახელი. და ეს რომ დაამთავრაო იესომო, მე-17 თავი ესე დამთავრდა, ეს რომ თქვა იესომ, წება მე-18 თავი, ეს რომ თქვა იესომ, თავისი მოწაფეებით ურთ, გავიდა კიდრონის ხევს გაღმა, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები. ეს პირველი მუხლი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ანალოგია დავით მეფესთან. უკვე აქვე პირველივე მუხლში ნახეთ, გავიდა კიდრონის ხევში, რომ ზეთისხილის მთაზე გადავიდეს. ამ დროს იერუსალიმში არიან უფალი და მისი მოწაფეები და კიდრონის ხევს გადის, რომ ავიდეს ზეთისხილის მთაზე. ეს ამბავი ჩვენ უკვე ვიცით ძველი აღთქმიდან. დავით მეფე, დავით წინასწარ მეტყველო, დავით მეფსალმუნე იყო წინა სახე ქრისტესი. რადგან ქრისტეს ხო დავითის ძე ეწოდება და დავითის სამეფო, დავით სამეფოს ეუბნება ქრისტე, რომ ეს იქნება მარადიული სამეფო, რომელიც არ შეირხევა. რა თქმა უნდა, დავითის სამეფო იგულისხმება ქრისტეს სამეფო, რადგან დავითის ძე უნდა იყოს ქრისტე. და დავითის ცხოვრებაში, ანუ 10 საუკუნით ადრე, აი როგორი პარალელია, ნახეთ, მოხდა ესეთი ამბავი, რომ დავითს აუჯანყდა საკუთარი შვილი აბესალომი და აბესალომმა მიიმხრო ისრაელის დიდი ნაწილი და მიიმხრო მანო დავითის მრჩეველი მეგობარი ახიტოფელიც. დავითს ყავდა მრჩეველი მეგობარი ახიტოფელი, რომელიც ისიც გადავიდა აბესალომის მხარეს და როცა გაიგო დავითმა, რომ მისმა შვილმა უღალატა, მის წინააღმდეგ ააჯანყა ხალხი და შეკრიბა მის დასამარცხებლად ისრაელის ხალხი და თქვა, რომ გავიქცეთო სასახლიდან, წავიდეთო, რომ სისხლის ზღვრა არ მოხდეს აქ და გავიდნენ სასახლიდან და მიდიან და ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი გადალახა მეფემ კედრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას. როგორც ქრისტეს ეწერია, კედრონის ხევში გავიდაო, დავითზე წერია, გადალახა მან კედრონის ხევი, აი ამ ტირილში, რომ მან გაიგო, რომ უღალატეს. ზუსტად იგივე ქრისტემაც გაიგო, რომ მისმა მეგობარმა იუდამ უღალატა და ისიც დაადგა კედრონის ხევს, რომ გავიდეს ზეთისხილის მთაზე. და დავითი, ეს არის მეორე მეფეთა წიგნის მე-15 თავი, ისაც საინტერესოა. და ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა და ტიროდა თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული და ტირილ-ტირილით ადიოდნენ, აი ამ ღალატის გამო. შეატყობინეს დავითს ახიტოფელის შეთქმულია აბესალომთანო და თქვა დავითმა, ჩაშალე უფალო ახიტოფელის განზრახვა.
ნახეთ, როგორც ნახეთ ქრისტეს აი ჩვენ აი იოანეს სახარებაში ეს ადგილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ აი ეს შემთხვევა გეცამანის ბაღში რაც ხდება, სხვა 4-ვე სახარებაშია განხილული და ეს 4-ვე ერთმანეთს ავსებს. და ქრისტე ლოცულობს მამის წინაშე, ზუსტად აი დავითი და მის ხოტიროდა რომ ჩაშალე მისი განზრახვაო. ქრისტეც ლოცულობს მამის წინაშე რომ მამაო, მან წაიყვანა თავისი სამი მოწაფე პეტრე, იოანე და იაკობი გეცამანის ბაღში და უთხრა რომ აქ დამელოდეთ, უნდა ვილოცო, რადგან შეძრწუნებულია სული ჩემი სიკვდილის წინ და ლოცულობს ქრისტე რომ მამაო თუ შესაძლებელია ამარიდე სასმისი, რომ არ შევსვა, სიკვდილის სასმისი, ჯვარცმის სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ. მოგრუნდა და ხედავს რომ ძინავს მოწაფეებს. ვერ გაუძლეს ცოტა ხანსაც რომ არ დაეძინა, რადგან შუაღამეა, დაახლოებით ღამის 2-3 საათია და წავიდა მიგრუნდა კიდევ ლოცულობს რომ მამაო, თუ შეუძლებელია რომ არ შევსვა ეს სასმისი, თუ არ შეიძლება სხვანაირად მაშინ იყოს ნება შენ მეორეთაც ამბობს მოგრუნდა და ისევ მძინარენ დახდა თავის მოწაფეები მიბრუნდა მესამე ისევ ლოცულობს და ნახეთ როცა დროს დავითი ხომ ტიროდაო წერია დავითი ტიროდაო ამ როცა მიდის ამ ღალატის დროს და ქრისტე რომ ლოცულობდაო ოფლის სისხლში არეული ოფლის წვეთებიო ეპურებოდაო მიწასო სისხლის წვეთები ოფლში შერეული. ეს რეალურად შესაძლებელია თურმე. ექიმებმა ეს იციან, რომ უდიდესი დაძაბულობის დროს, უდიდესი ტკივილის დაძაბულობის დროს სისხლის კაპილარები კან ქვეშ სკდებიან და სისხლი გამოდის კანიდან და მართლაც ოფლში ერევა და შესაძლებელია, რომ ოფლში არეული სისხლი მოსდიოდა ქრისტეს. დანაც მძიმე იყო ის განცდა რომ სიკვდილის წინაშე დგას ის. თუმცა იოანე ამას არ აღწერს ამ ლოცვას გეცამანის ბაღში და შემდეგ აგრძელებს იოანე რომ გავიდნენ და ზეთისხილის მთაზე ავიდნენ და გეცამანია თვითონ სიტყვით ებრაულში გეცამანი ნიშნავს ზეთის სახდელს. ზეთის საწურს, რადგან ზეთისხილის ხეები იყო გეცამანის ბაღი, დღესაც არის შემორჩენილი ეს ხეები იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე და ამიტომ ზეთს ხდიდნენ იქ როგორც ჩანს, ზეთისხილისგან და გეცამანია სიტყვა ნიშნავს ზეთის საწურს. ისო და იუდამაც მისმა გამცემმა ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა მათ, ვის ეძებთ. აი ეს მე ცალკე გამოვყავი. იუდას ამბორი. იმიტომ რომ მე მინდა იუდაზე რაღაცეები გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. რა გააკეთა იუდამ? ჩვენ უფრო ფართოდ დავინახოთ ეს. ნახეთ, იუდამ მაშინო იცოდა სად იკრიბებოდნენო, რადგან ხშირად იესო ზეთისხილის მთაზე ათევდა ხოლმე ღამეს, რადგან იერუსალიმში მას სახლი არ ჰქონდა. და ზეთისხილის მთაზე ვრჩებოდნენ ხოლმე ალბათ კარავში ან რაიმე სხვა ადგილას და წაიყვანა იუდამ რაზმი კოჰორტა წერია სპეირან წერია ბერძნულში სპეირან ნიშნავს კოჰორტა რომელიც რომაულ ჯარს ნიშნავს რაზმს ნიშნავს რომელიც დაგბანაკებული იყო ტაძართან იყო კოშკი სადაც 600 ლეგიონერი იყო რომაული ჯარის წაიყვანა ეს რაზმი და მღვდელმთავარ და ფარისეველთა მსახურნიო. ანუ ორი რამეა. რომაული ჯარი წაიყვანა და ფარისეველთა და მღვდელმთავართა მსახური. ვინ იყვნენ? ლევიანები. მათ ყავდათ როგორც ტაძრის პოლიცია. აი ამ ტაძარს ყავდა ტაძრის პოლიცია. ანუ საკუთარი ჯარისკაცები ყავდათ იუდეველებს. ამათ იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდათ და ჯოხები ეჭირათ ხელში. ჯოხები რომ ტაძარში დაემყარებინათ წესრიგი და პარალელურ ადგილებში მათესთან და ლუკასთან წერია რომ მომიცივდით მეო מחვილებითა და წათებითაო מחვილებით და ჯოხებით მოხვედით ჩემ შესაძლებლობად ანუ מחვილები იყვნენ რომაელები და წათები იყვნენ ლევიანები ტაძრის მსახურები ხო როგორ ზუსტად არის აღწერილი ყველაფერი მაგრამ რატომ მიიყვანა იუდამ ეს ჯარი აი იუდა ვინ იყო რომ რომაული ჯარი წაყოლოდა მას ხო საინტერესოა ხო ვინა ერთი ჩვეულებრივი გალილეველი ის არის
კაცია, ებრაელი კაცი, რატომ? იმიტომ რომ უყურეთ, იუდას ღალატი 4 შაბათს როცა მან მღვდელმთავრებიდან ფული აიღო ის 30 ვერცხლი. რაში მდგომარეობდა რომ იუდა იყო მთავარი მოწმე. მთავარი მოწმე იყო იმისი, იესომ როგორ უნდა დაესაჯათ სიკვდილით. იუდა მათ ჭირდებოდათ იმისთვის რომ ეჩვენებინა სად იყო ეს გეცამა, სად იფრინებოდნენ მოწაფეები, რომ ეჩვენებინათ ვინ იყო ზუსტად ის მოძღვარი იესო ქრისტე და ეჩვენებინათ და მოწმეთ ასევე პროცესის დროს. რადგან პილატესთან რომ მივიდოდნენ ისინი, პილატესთან ერთ-ერთი მთავარი მოწმე უნდა ყოფილიყო იუდა, ვინც მას ბრალს დაძლებდა, რომ აი ეს გვიშლი და ხარკის მიცემას, ეს ამხედრებდა ხალხს კეისრის წინააღმდეგ, ეს ამბობდა რომ მე ვარო იუდეველთა მეფეო, მაგრამ ეს ამბავი ჩაიშალა დროზე ადრე, რატომ? იმიტომ რომ თავი მოიკლა იუდა. გესმით? ამიტომაც ჩვენ მე პროცესს ხედავთ პილატესთან რომ ცოტა არეულია ეს ყველაფერი. მოწმეები არ აყავთ. მოდიოდაო ბევრი მოწმეო და ამბობდნენ რაღაცებსო, მაგრამ არ ემთხვეოდა ერთმანეთს მათი ბრალდებები, იმიტომ რომ თავარი მოწმე ვინც იყო იუდა უკვე მკვდარია ამ დროს, რადგან მან რომ ნახა რომ რა ჩაიდინა, ეშმაკი იმ წუთში გაშორდა მას და დარჩა ამ თავის სინდისის ქენჯნაში მარტო და მან მოიკლა თავი. მაგრამ როცა იუდა მივიდა მღვდელმთავრებს შეუთანხმდა იესოს გაცემაზე, მათ ის წაიყვანეს პილატესთან, აუცილებლად ასე მოხდებოდა და პილატესთან მან იუდამ უთხრა, რომ კი ასე იუდეველთა მეფეთ მოაქვს მას თავი და რომაელები არასოდეს საკუთარ რაზმს არ გაგზავნიდნენ არაფერ საქმეში, თუ კეისარს ან სახელმწიფოს რომის იმპერიას არ ემუქრებოდა საფრთხე, გესმით? ამათი რელიგიური საკითხები მათ სულ არ აინტერესებდა. აბსოლუტურად სულ ერთი იყო ესენი ერთმანეთში რაზე დაობენ ეს ძეღვთისა თუ არ არის მესია თუ არ არის ეს აბსოლუტურად არ აინტერესებთ მათ. ერთადერთი რომაული ლეგიონი მოიხსნებოდა, ან კოჰორტა რაზმი მოიხსნებოდა და გაიგზავნებოდა სადმე თუ რომის პრობლემა იდგა იქ, თუ რომის იმპერიას ემუქრება საფრთხე და ამიტომაც როცა პილატესთან მიიყვანეს იუდა მღვდელმთავრებმა, მათ ჰქონდათ მისასვლელი. იუდამ უთხრა რომ კი ეს კაცი რომისთვისაა საშიშროება, იმიტომ რომ თავი მეფეთ მოაქვს იუდეველთა მეფე. რადგან ამ დროს ნახეთ რა პოლიტიკური მდგომარეობა როგორია, იუდეას მეფე არ ყავს ამ დროს. ვინ არის იუდეის მმართველი? პილატე. გესმით? იუდეას ნახეთ როგორ არის პროვინციებად იყო დაყოფილი ისრაელი იმ დროს, ხო? რომი ნიშნავდა ყველა პროვინციაში თვითონ ნიშნავდა მმართველს. როცა ჰეროდე დიდი მოკვდა, აი ის ვინც ბავშვები რო ამოხვეწა ქრისტეს შობის დროს, ჰეროდე რომ მოკვდა, რომაელებმა აღარ დაუშვეს რომ იუდეას ყოლოდა მეფე და ჰეროდეს სამეფო გაყვეს რამდენიმე ნაწილად და იქ დანიშნეს მმართველებად მისი შვილები. აი ჰეროდე ანტიპა, რომელიც გალილეაშია მმართველი ამ დროს, აი ქრისტეს რომ მიუყვანენ მას. იოანეს ვინც თავი მოყვეთა, იოანე ათლისმცემელს. ჰეროდე ანტიპა არის ერთ-ერთი შვილი ჰეროდე დიდის. ამიტომ რომაელებმა იუდეას პროვინციაში აღარ დაუშვეს რომ მეფე ყოფილიყო და დანიშნეს ვინ? პროკურატორი. ანუ პრეფექტი, ანუ მმართველი, რომელიც იყო პილატე ამ დროს. პილატე იყო ამ დროს. და მივიდა პილატესთან იუდა და ეუბნება რომ კი ის ამბობს რომ მე ვარო იუდეველთა მეფეო. შენ კი არა ხარ მმართველიო, ანუ რომისგან დანიშნული, არამედ ის ამბობს რომ მე ვარო იუდეველთა მეფეო. ამიტომაც პილატემ ბრძანა რომ გაგზავნეთ რაზმი მასთან ერთად და შეიპყარით და მოიყვანეთ რას ამბობს ვინ არის, რომ ნახოთ ვინ არის ის კაცი. გესმით? აი რომ ეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა ფაქტურად იეშმაკეს და პილატესთან ისეთი ბრალდებით მივიდნენ, რაც მას დააინტერესებდა. თორე მას ქრისტეს როცა მიიყვანენ მასთან დაკითხვაზე, პილატე ეუბნება რომ რაში მაინტერესებს მე შენი ეს რელიგიური საკითხები რა, იუდეველი ვარ მე? მას აინტერესებს ხოლმე მეფე ხარ შენ ეკითხება. ის მიპასუხე მეფე ხარ თუ არა ხარ მეფე? სხვა მას არაფერი არ აინტერესებს. აი ეს არის იუდას გაცემის პრობლემა და როცა მივიდა ნიშანი ჰქონდა მიცემული მას, რომ ვისაც ვიამბორებიო, ის შეიფყარით, ის არის იესო. ხოლო იესო მიცოდა ყველაფერი რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა მათ, ვის ეძებთ? ანუ ამ დროს მოწაფეებს როგორც ჩანს ისევ ძინავთ,
აი ეს ლოცვის მომენტია. აი ლოცვიესო და მესამედაც რო ილოცვა და მოვიდა და კлау მძინარე ნახვა თავის მოწაფეები, უთხრა იძინეთ და განისვენეთ, ახლა დამთავრდა ყველაფერი, მოვიდა უკვე ჩემი გამცემი. და გამოვიდა აი აქედან ამათ როგორ ჩანს ძინავს და ხედავს რომ მოდიან ესენი რაზმი, ხმაური იქნება და ხო წარმოგიდგენიათ ეს საჭურველით რომ მოდის რომის რაზმი, რომელთა რაზმი, დამთავრები ეს ლამპრებით, ჭირაღნებით და მარტო გამოვიდა უფალი. გესმით? ხანდახან ხომ კითხვას რომ აი რა საჭირო იყო ამ ხელა ამბავი? რა საჭირო იყო ხა? რამდენი იყვნენ ეს რომაელები ჩვენ არ ვიცით. ხა 600 კაცი შეიძლება ყოფილიყო, შეიძლება ნაკლები ყოფილიყო, 300 ყოფილიყო, მაგრამ რაღაც ნაწილი მოხსნეს იმ 600-დან და რაღაც ნაწილი წამოვიდა, მაგრამ მაინც ბევრია, ხო? იესო და მისი 11 მოძიქული ხა რა თუნდა ამას ამ ხელა ამბავ? რატომ? იმიტომ რომ მათ ხომ არ იცოდნენ იესო რას იზამდა. შეიძლება ფიქრობდნენ, იქნება გაიქცეს სიბნელეში. აი მისი მოწაფეები ხო გაიქცნენ და ისინი ვერ დაიჭირეს. ფიქრობდნენ რომ უნდა ალყა შემოარტყან ბაღს რომ არ გაიქცეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეს ის მათგან. და კიდევ ერთი ამბავი, სანამ გავაგრძელებთ, კიდევ ერთი ამბავი. რატომ გააკეთეს პასექზე ეს ებრაელები? როგორ გონიათ? აი მათ ხომ თქვეს რომ სხვა ადგილას ისინი ამბობენ მოკლათ ის სიკვდილის ღირსია ოღონდო პასექზე არაო რომ არეულობა არ იყოს. რატომ გააკეთეს პასექზე მაინც? აი because ხის განგება იყო ეს რა თქმა უნდა რომ პასექზე უნდა მოეკლათ უფალი, მაგრამ აი რატომ გააკეთეს? ნახეთ როგორ მოხდა? მათ უნდათ რომ პასექი რო დამთავრდებოდა, ხალხი რო წავიდოდა იერუსალიმიდან, ხო, ამდენ მილიონობით ხალხი იყო ჩამოსული, ხო, პასექზე. გაიცლებოდა ხალხი, შემდეგ უნდათ მისი დასჯა. რადგან მაინც ხო შეიძლება ყოლოდა მას ხარდამჭერები, მიმდევრები და ანუ არეულობა მაინც ბევრი აღიარებდა მას მესიად. მაგრამ რა მოხდა, ნახეთ? როდესაც ბოლო საიდუმლო სერობა იყო ხუთშაბათს, იუდა მიხვდა რომ მან იცის რომ მისი მოკლა უნდა. მან იცის რომ ის მოგა გასცა იუდა, ხო? იუდა იესომ ორჯერ თქვა იმ პასექის სერობის დროს რომ ვისაც მივაძლი ლუკმას და ვისაც ჩაყოფს ჩემთან ერთად ხელს ჯამში ისაა ჩემი გამცემი. და იუდა მიხვდა რომ მან იცის ყველაფერი. იუდამ ხო საიდუმლოდ გააკეთა ეს 4 შაბათს გაცემა, შეთანხმება ყველაფერი. იუდა მიხვდა რომ მან იცის და გაიქცა ამ რომ გამოვიდა ამ სერობიდან და წავიდა გაიქცა იქ მღვდელმთავრებთან ტაძარში და ეუბნება რომ იცის მან ყველაფერიო. ამაღამდე თუ არ შევიფყარითო, შეიძლება გაიქცესო და ვეღარ ნახოთო. გესმით და ამიტომაც ნახეთ, ეს ხო ხუთშაბათს საღამოა საიდუმლო სერობა და ეს რომ მათთან წავიდა საიდუმლო სერობის შემდეგ, ზახობ შეიძლება 9-10 საათია, იმ წუთში გაიქცნენ პილატესთან და სთხოვეს რაზმი, რომ ჩქარა, დღეს თუ არ შევიფყარით, მან იცის რომ მის დაჭერას ვაპირებთ და შეიძლება შემდეგ გვიანი იყოს. ამიტომაც გამოაგზავნეს ეს ჯარი და ლევიტელები რომ შეიპყრონ ღამე. ანუ უფალმა ნახეთ, უფალმა თვითონ დააჩქარა თავისი ჯვარცმა. იმითი რომ მან იუდას უთხრა რომ მან იცის, რასაც ისინი გეგმავენ, მან თითქოს თავად დააჩქარა მისი ჯვარცმა რომ მომხდარიყო პასექის დღე ზუსტად როცა იწერებოდა მსხვერპლი. ხო გასაგებია? აი ეს არის ზუსტად ღვთის განგებულება. და უთხრა მათ, ვის ეძებთ? მიუგეს მას იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ, მე ვარ, ხოლო იუდაც მისი გამცემი მათთან იდგა. და როცა უთხრა მათ, მე ვარო, უკვე იქცნენ და მიწაზე დავარდნენ. კვლავ კითხა მათ, ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს, იესო ნაზარეველს. მას მიუგო იესომ, აქ იკითხარით, მე ვარ მეთქი, თუ მე მეძებთ, გაუშვით, ესენი წავიდნენ, რათა აღესრულოს სიტყვა, რომელიც თქვა მათგან, რომელიც მომეცი, არ დამიუღუპავს არც ერთი. ძალიან საინტერესო ადგილია ეს, ნახეთ, ორჯერ ეუბნება უფალი, ვის ეძებთ და მე ვარ ეუბნება. მე ვარ. რას ნიშნავს? ჩვენ განვიხილეთ ეს. მე ვარ არის ღმერთის სახელი. რაც ძველ აღთქმაში მოსეს რომ განეცხადა ღმერთი მაყლოვანში, რას ეუბნება ღმერთი? მე ვარ რომელიც ვარ. და იოანეს მერვე თავშჩუნეს განვიხილეთ, როცა ქრისტიანობს რომ აბრაამის დაბადებამდე მე ვარ. და იუდეველები ხვდებიან რომ
ღმერთის სახელს ამობს, რომ თვითონ ამობს, რომ მე ვარ როგორც მრადიული ღმერთი. და ეს პირველი მე ვარ, ამას ამობს უფალი ზუსტად, როცა პირველად ეუბნება და ამიტომ უკუიქცნენო და გადავარდნენო. სასწაული მოხდა აქ, ისეთი რომ აი ეს ღმერთის სახელი რო თქვა უფალმა, ისეთი ძალით თქვა, რომ გადაცვიდნენ უკან. როცა ღმერთს თაყვანს ადამიანი რას აკეთებს? წინ ემხობა, ხო, ღვთის წინაშე, ხო? მუხს რო ვიყრით, წინ ემხობით, ეს არის ღმერთის დიდება, მაგრამ უკუნ როცა გადაიქცევა ადამიანს, არის ბოროტი ძალებს ემართებათ ეს, როცა ღმერთს დაინახავენ ან ღმერთი დაწყევლის მათ და გადაცვიდნენ უკანო. წამოდგნენ და კიდე ეუბნება უფალი, ვის ეძებთ? იესო ნაზარელოს და ეუბნება, ხო კიდე მე ვარ მეთქი. მეორედ უკვე უფალი ამბობს, რომ ჩვეულებრივს ვისაც თქვენ ეძებთ, მე ვარ. და თუ მე მეძებთ, ეუბნება უფალი, ჩემი მოწაფეები გაუშვით. ესენი წავიდნენ, მე აქ ვარ. უფალი თავს წირავს მათთვის, რომ ესენი არ დაეჭირონ. რადგან აღსრულდეს სიტყვა, რომელიც თქვა, მათგან რომელი მომეცი არც ერთი არ დამიღუპავს. მე-17 თავში ამბობს უფალი, როცა მამის წინაშე ლოცულობს. ხოლო სიმონ პეტრეს ქონდა მახვილი იშიშულა და დაკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათავა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი. ნახეთ? ჩვენ ხვდით რომ რომაელებს იარაღი ჰქონდათ. რომაელებს ჰქონდათ აი სიტყვა, სხვა სიტყვა სახმარი. מחვილები და წათებით რომ ის მახვილი სხვა სიტყვაა ნახმარები ბერძნულში და პეტრეს რაც მახვილი აქვს, იქ სხვა სიტყვაა ნახმარი. იმიტომ რომ განსხვავებული რაღაცეებია. მათ რომაელებს ჰქონდათ 1 მეტრიანი გრძელი מחვილები, რომ დაახრავდნენ მუზარად აყობდა. ის იყო, მაგრამ პეტრეს ჰქონდა პატარა, აი ხანჯალივით მახვილი ჰქონდა პატარა, როგორც მოყვარულს, როგორც არაპროფესიონალ მეომარს. პეტრე მეთევზე იყო, ხო, მაგრამ მაინც ჰქონდა ერთი რაღაც დაშნასავით პატარა მახვილი და ამოიღო უნდა რომ დაეცვა. იესო დაჰკრა ლევიანების, ანუ მღვდელმთავრის, რომაელი კი არ იყო ის მალქოზი. მღვდელმთავრის მონა იყო, ანუ ტაძრის მსახური და იმას ხმალი არც ჰქონდა თვითონ იმას, იმ მალქოს. და პეტრემ დაჰკრა და თავში უნდა და ალბათ და აცილა ეს ხანჯალი როგორც ჩანს და ყური ჩამოათავა მას. ანუ პეტრე ვერ ისვენებს, ასე რომ თქვა ძალიან ცოტა მაინც ვერ ისვენებს, ხო? ადრე ხო გახსოვთ რომ პეტრე ეკამათება იესოს, არა უფალო, შენი დაჯვარცმა დაუშვებელია, ფეხს არ აბანინებს, ხო პეტრე ესეთი კაცია. აი ბოლო აქ ეს ბოლო წვეთია რომ აქაც კი როცა უფალი ამბობს რომ უნდა აღსრულდეს ის რაც და მამისგან განსაზღვრულია, იქაც ვერ ისვენებს და იმას ბედავს რომ მღვდელმთავრის მონას დაარტყა და ყური მოათავა და უფალი მიუთითებს ჩააგე მახვილი ქარქაში, ნუ თუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მომცა მე მამამ, როგორ შენ ეწინააღმდეგები ამ განგებას, რომ მე უნდა შევსვა ეს სასმისი, ხოლმე იცის რომ ეს უნდა მოხდეს. სხვა ადგილას ლუკა მახარები ხო ექიმი იყო თან. ის ამბობს რომ იესომ ხელი მოკიდა და მოჭრილ ყურზე და გაუფრთელა, აღუდგინა როგორც ღმერთმა, რადგან არ შეიძლება წმენისთვის არ შეიძლება მახვილის ხელში აღება. გესმით? აი ამას ამბობს უფალი. წმენისთვის, ღმერთისთვის, არა სხვა იმ სარწმუნოებასთან დაკავშირებული საკითხისთვის არ შეიძლება ომი, არ შეიძლება მახვილის აღება ხელში. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ომს აწარმოებს. ხელისუფლებას აქვს უფლება რომ იომოს, რომ დაიცვას მიწა, დაიცვას მოქალაქეები, მაგრამ სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებში დაუშვებელია მახვილის აღება. ამას ეუბნება უფალი. ჩააგე მახვილი ქარქაში, რადგან ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე წარწმდება. და ნახეთ, აი აქ თითქოს, აი აქ ყურეთ რა არის მნიშვნელოვანი, პეტრემ ხო მაინც ვერ მოითმინა. მაინც ხო ასე თქვა შეეწინააღმდეგა განგებულებას. აი აქ გადაწყდა ბოლოს რა? რომ პეტრე უნდა დაეცეს. პეტრე თუ არ დაეცა, იმავე ღამეს ის როგორც ჩანს ჭკუას ვერ სწავლობს. ის როგორც ჩანს ვერ ხვდება მაინც და ამიტომაც აი ესე ბოლო ადგილი, როცა უფალმა საბოლოოდ დაუშვა რომ პეტრე უნდა დაეცეს და ეს სიმწარე ნახოს და ნახოს რომ მას საკუთარი ძალებით არაფერი არ შეუძლია. აი აქ მღვდელმთავრის მსახურს ხო შუაღამისას ვითომ ასე ვთქვათ სიმამაცე გამოიჩინა რომ მახვილი დააკრა და იმავე ღამეს ერთი ქალი მივა იმაში
მღვდელმთავრის ეზოში და თვალებში ჩააშტერდება ქალი, ჩვეულებრივი ქალი და ეუბნება შენ ხო გარილეველი იყავი მისი მოწაფე და უარყოფს ისე შეაშინებს ის ქალი როცა ღმერთის ხელი მასზე აღარ არის და ღმერთის ხელი მას აღარ იცავს ისე შეეშინდება ამ ერთი ვიღაც უბრალო ქალის რომ ისახის არა არ ვიცნობ ამ კაცს იფიცება რომ არ იცნობს იესოს და აქ მიხვდება პეტრეც რომ არ შეფერი არ შეუძლია თუ ღმერთის ხელი არ იცავს მას და ამ ადგილას არის ერთი საინტერესო პარალელური ადგილას მარკოსთან ეს მინდა აუცილებლად თან ის ადგილებიც მოიცვათ რომ აქაო იყო აი ამ დროს როცა მისი მოწაფეების შეპყრობაც უნდოდათო მეომრებსო რომაელებსო და მღვდელმთავრებსო აქ იყო ერთი ჭაბუკიო რომელსაც ტილო ქონდაო სხეულზე შემოხვეულიო და მისი შეპყრობა რომ უნდოდათო ეს ტილო ხელში შეატოვა და ტიტო შიშველი გაიქცაო ამ გეცამანის ბაღიდანო და ვინ იყო ეს ჭაბუკი როგორც ჩანდა იესოსთან იყო და მისი შეპყრობაც რომ უნდოდათ სტაცეს ხელი ამ რაღაცა მოსახვევით იყო მოსული ან რაიმე პერანგი მხოლოდ ტილოს პერანგი და ეს მოეხა და გაიქცა შიშველი ბაღიდან ამბობენ რომ თავად მარკოზი იყო ეს მარკოზ მახარებელი და ამბობენ რომ მარკოზის სახლში იყო იმ საღამოს უფალი სადაც ისერა სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა მარკოზის სახლი იყო და მარკოზი როგორც ჩანს იქ დარჩა მაგრამ იმ ღამეს გაიგო რომ გეცამანის ბაღში იერუსალიმიდან რომ გავიდა ეს რაზმი ხმაურით ხო მან გაიგო რომ გეცამანის ბაღში მიდიან როგორც ჩანს ეძინა უკვე ღამე და გაიქცა რომ მისულიყო ენახა რა ხდება გეცამანის ბაღში და როგორც ჩანს წამოხდა და პერანგით გაიქცა მარტო ან რაღაცა მოსახვევი ჰქონდა მარტო და მივიდა ზუსტად იმ მომენტში როცა იესო უფალს იჭერა და მისი შეპყრობაც რომ უნდოდა და მარკოზის ეს შეატოვა და გაიქცა და როცა ავტორს არ უნდა რომ თავის თავი ახსენოს რომ მე ვიყავი იქ აი ამ ეს იყო ხერხი ლიტერატურული ხერხი რომ ეთქვა რომ აი იქ იყო ერთი ჭაბუკი რომელმაც შეატოვა და გაიქცა თვითონ არის ეს მარკოზი რომელმაც რომ სარწმუნო იყოს ჩვენთვის რომ მან ნამდვილად ნახა ეს ყველაფერი როგორც აღესრულა ეს არის მარკოზის სახარებაში იოანე რა თქმა უნდა ამას არ ახსენებს და შემდეგ მე სანამ გავაგზავნებთ მე მინდა ადგილ-ადგილ ეს ჩავთოთ ხოლმე ნახეთ რა იყო აქ მათი იუდეველთა დანაშაული იუდეველებმა აი ბოლოს შევესწავლეთ 22 დარღვეული კანონი იუდეველებმა დაარღვეს საკუთარი 22 კანონი ქრისტესთან მიმართებაში ზოგი ბიბლიური კანონები იყო ზოგი თალმუდში ჰქონდათ მათ აი თალმუდი ხო ბიბლიის განმარტება და მათ ჰქონდათ რომ სიკვდილ მიჯილს აი თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვაშია ბრალდებული დაუშვათ და სიკვდილი შეიძლება მიესაჯოს მას როგორ უნდა მოექცნენ მას და კანონები არის აშკარა რაც მათ დაარღვეს აი მაგალითად აი რაც ჩვენ განვიხილეთ უკვე ის მინდა გაჩვენოთ მაგალითად თუ ქთამი იყო საქმეში ჩართული მათ არავითარ შემთხვევაში არ შეეძლოთ დაკავება პატიმრის. თუ ქთამი იყო გამოყენებული, თუ ქთამი იყო მოსეს მეორე წიგნის 23 თავში წერია, აბსოლუტურად გამორიცხული იუდაურ ამ სამართალში, რომ ქთამით რამე გაეკეთებენ. ასევე მზის ჩასვლის შემდეგ არ შეიძლებოდა არავითარი პროცესი. ზე რომ ჩავიდო. ნათელი უნდა ყოფილიყო, დღე უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფერი აშკარა ყოფილიყო. ასევე სინედრიონის წევრებს არ ჰქონდათ უფლება მღვდელმთავრებს, რომ თავად მიეღოთ დაკავებაში მონაწილეობა. ეს მათი საქმე არ იყო. ის უნდა ყოფილიყვნენ მსაჯულები. აბსოლუტურად ობიექტური მიუკერძოებელი მსაჯულები და თვითონ დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ გააგზავნეს მსახურები და წერია რომ მღვდელმთავრებიც იყვნენ იქო. თვითონ იესო გეცამანის ბაღში მისულები. მეოთხე, დილის მსხვერპლამდე არ შეიძლებოდა არც არავითარი სასამართლო პროცესი. დილის მსხვერპლი პირველი იწერებოდა 9 საათს დადაშე, დაწერო გაიღებოდა 9 საათზე იწერებოდა პირველი მსხვერპლი. არ შეიძლებოდა 9 საათამდე არც არავითარი პროცესი. ქრისტეს პროცესი როდის ჩაატარეს მათ? შუაღამისას. მთელი ღამე, როგორც გათენდა უკვე გადაწყვეტილია რომ ჯვარს უნდა აცვან იგი. მეხუთე ფარული პროცესები იყო აკრძალული. ღამე
ფარულად, კერძო სახლში, კერძო ბინაში. პროცესი იყო აკრძალული. სად უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესი? სინედრიონში. სად იყო სინედრიონი? აი აქ. აი ამ დარბაზში, აი აქ. აი აქ იყო, აი ბაზილიკაში იყო სინედრიონის ადგილი, აქ იჯდა სინედრიონი და აქვე იყო სასამართლო დარბაზი. ამის გარეთ პროცესის ჩატარება არ შეიძლებოდა. და თქვენ ახლა ნახავთ რომ სად მიიყვანეს ესო და ადგილ, მოდი ეს კანონებიც ნახოთ ხოლმე, რომელიც მათ დაარღვიეს. და პირველადო მიიყვანესო ჰანასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც იყო მდელმთავარი იმ წელს. პირველად მიიყვანეს ჰანასთან და საინტერესო პიროვნება ანა და ეს იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც იმ წელს მდელმთავარი იყო. მაშინ ჰანა რა შუაშია, ხო? კითხვა იბადება. ეს ჰანა ვიღა იყო მაშინ. იყო აი დღეს ხო ჩვენ ვამბობთ რომ სასამართლოს კლანიაო, ხო ვამბობთ ხოლმე დღეს. კლანი იყო. აი სულთა ამას ქვია. იუდეველები ისე დაცულ მდგომარეობაში იყო ამ დროს ისრაელი რომ მდელმთავარს ჰქონდა კლანი თავისი. ეს ჰანა 16 წელს გადააყენეს მდელმთავრობიდან რომაელებმა. ნახეთ როგორი სიტუაცია, ეს ხო ისრაელი ხო ოკუპირებულია ამ დროს რომის მიერ. და რომი იმ დონეზე ერევა მაცხოვრებაში რომ მდელმთავარს დანიშნავდა წესი დაინიშნებოდა მდელმთავარი, აირჩეოდა მდელმთავარი ისრაელში. მთელი სიცოცხლე უნდა ყოფილიყო სიკვდილამდე. რომელებმა თქვეს არა, ეგრე არ გამოვა რომ მთელი სიცოცხლე კაცმა თავისი ავტორიტეტი გაავრცელოს ისრაელში. არა, როგორც უნდათ ისე გადააყენებდნენ და დანიშნავდნენ ხოლმე მდელმთავარს. ეს ჰანა გადააყენეს რომაელებმა 16 წელს მდელმთავრობიდან, მაგრამ მან შეინარჩუნა ეს კლანის მართვის ძალაუფლება და შემდეგ მისი შვილი იყო მდელმთავარი, შემდეგ მისი სიძე იყო კაიაფა იყო მდელმთავარი და კაიაფას შემდეგ კიდე 4 შვილი მისი შვილი იყო მდელმთავარი. გესმით? კაიაფას ქრისტეს შემდეგ ამ ჰანამ ისეთ ძალაუფლება ჰქონდა მას რომ საერთოდ ჯამში მისი 5 შვილი იყო მდელმთავარი და 1 სიძე. ამიტომაც ეს ჰანა მართავს პროცესებს კულისებიდან. აი როგორც დღესაც ხდება ხოლმე განდაღან კულისებიდან მართავს ამ პროცესებს. ამიტომაც პირველად ამ ჰანასთან მიიყვანეს. და თან ეს ჰანა, ახლა სინედრიონი შედგებოდა 71 მდელმთავრისგან, ხო? ეს როგორ იყო? 24 მდელმთავარი ეკუთვნოდათ სადუკეველებს და 24 უხუცესებს და 24 ფარისევლებს. უხუცესების და ფარისევლების ორივე ფარისევლები იყვნენ ესე. სადუკეველები კი ცოტანი იყვნენ სინედრიონში, მაგრამ მდელმთავარი სადუკეველი. იმიტომ რომ დიდი გავლენა ჰქონდა ძალიან. ამ ჰანას, აი ამ მდელმთავარ სადუკეველი იყო თვითონაც, ძალაუფლება ჰქონდა ტაძარში ვაჭრობაზე. ეს მართავდა შესაწირს, ქონებას, მსხვერპლის შესაწირს რაც შემოდიოდა, ყველაფერდა დიდი სიმდიდრეს ფლობდა ეს ჰანა. ამიტომაც ქრისტე როცა შევიდა ტაძარში, გახსოვთ, რომ განწმინდა მან ტაძარი და აუგრძალა, სავაჭრო სახლად გაგიხდიათ, მამაჩემის სახლიო. ანას დაარტყა, ასე თქვა. ორჯერ გააკეთა უფალმა ეს და აი ეს ჰანა იყო ზუსტად, ვისაც დაუპირისპირდა პირდაპირ უფალი. ამიტომაც ამ ჰანას პირადი მტრობა აქვს, როგორც ჩანს, მის მიმართ, როგორც ამ ქვეყნიურ საქმეების გამო და პირველად მასთან მიიყვანეს, რომ დაამუშავოს. ესმით? აი ჩვენ ენაზე რო თქვა, უნდა დაამუშავოს, რომ მოამზადოს ეს ბრალდება. უკვე რადგან ისინი მოუმზადებლები არიან. ჩვენ ხო თქვით, რომ რადგან იუდამ გააგებინა მათ, რომ ქრისტე მიწის დროზე ადრე დააკავეს ქრისტე, პროცესი მოუმზადებელია. არ იციან. ამიტომაც ჯერ ჰანასთან მიიყვანეს, მან გამოკითხა მისი მოძღვრების და მოწაფეების შესახებ და შემდეგო შეკრული გაუგზავნა უკვე თავისი ძეს კაიაფასო. და კაიაფასთან რომ მივიდა, ეზოში ხდება შემდეგ ასეთი ამბავი. მისცემდა იესოს სიმონ პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. მისდევდა კაიაფასა რომ იყავთ იესო, პეტრე და სხვა მოწაფე. სხვა მოწაფე ვინ არის როგორც ავტორი, სახარების ავტორი. როცა სხვა მოწაფეს ამბობს, როგორც მარკოსთან ხო ნახეთ ჩვენ, როცა დასაცმელი დატოვა და გაიქცა. იოანე და პეტრე მისდევენ და იოანე ნაცნობი იყო მღვდელმთავრის, ანუ იცნობდა პირადად მღვდელმთავარს და შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. პეტრე კი გარეთ იდგა ჭიშკართან. გამოვიდა მეორე მოწაფე, ანუ იოანე, რომელიც მღვდელმთავრის ნაცნობი იყო,
რაღაც უთხრა მეკარე ქალს და შეიყვანა პეტრეც. ხოლო მეკარე ქალმა უთხრა პეტრეს, განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა, არა ვარ, პირველი უარყოფა. მეკარე ქალმა მიწკარებში იდგა, დაინახა პეტრე და მიხვდა, რომ ესეც გალილეველია, ისი მოწაფე. არა ვარ, პირველი უარყოფა. მღვდელმთავართა მონები და მსახურნი იდგნენ და რაკი ციოდა, ცეცხლი აენთოთ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა. ხოლო მღვდელმთავარმა კითხა იესოს მისი მოწაფეებისა და მისი მოძღვრებისათვის. მიუგო მას იესო, მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას, მაგრამ ჯამს ვასწავლით სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებიან იუდეველი, ფარულად არა მithქვამს რა, მე რას მეკითხები, მსმენელებს კითხე, რას ვეუბნებოდი მათ, აჰა, ამათ იციან, რასაც ვამბობდი. ქრისტე უნება რომ ჩემი საქმის და მოძღვრების მოწმე ძალიან ბევრი ადამიანი ისრაელში და მე რატომ მეკითხები? კითხე დაიბარე მოწმეები, რადგან იუდეველთა აი ერთ კანონი ის იყო, რომ ჯერ მოწმეები უნდა მოეყვანათ და მოწმეებისთვის უნდა მოესმინათ და ბრალდებულისთვის შემდეგ უნდა მოესმინათ, რადგან ბრალდებულს არ უნდა ქონოდა საშუალება ბრალდებულს რომ თავის წინააღმდეგ ელაპარაკა. ჯერ უნდა მოეწვიათ და მოწმეებისგან გაეგოთ რეალურად რაშია საქმე. გესმით? ეს რატო იყო ეს კანონი ისრაელში, რომ ხო შეიძლებოდა ვინმეს თავის მოკლანდომებოდა. ხო? და თავის თავზე ელაპარაკა ისეთი რაღაცები, რომ ციკლი დაესაჯა. ამიტომ მისთვის კი არ უნდა მოესმინათ პირველ რიგში. ხო როგორი სუბიექტური სასამართლო კანონები აქვს, ხო? არამედ უნდა დაეძახათ ხალხისთვის და სიმართლე გაეგოთ, რას ამბობდა კაცო, მართლა ჩაიდინა ამ კაცმა ეს თუ არ ჩაიდინა. ქრისტეუნება ამიტომაც მე რატომ მეკითხები, დაუძახე იმათ, ვისაც მოусმენია მე რასაც ვლაპარაკობდი და რასაც ვამბობდი. ეს რომ თქვა, იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააცნა იესოს და უთხრა, ასეთ პასუხს მიუგე მღვდელმთავარს? უთხრა მას იესომ, თუ ცუდად თქვი, მაჩვენე ცუდი და თუ კარგად რატომ მცემ მე? აგრძელ კიდევ ერთი კანონი რომელიც დაარღვიეს. აგრძელული იყო სიკვდილში სასიკვდილო სიკვდილ მისჯილის ან იმისი ვისაც სასიკვდილო საქმეზე ედავებიან ბრალდება აქვს აგრძელული იყო მისი ცემა. უნდა მოქცეოდა მოსამართლე მას სამართლიანად და ადამიანურად და სილა დააწნეს უფალს და უფალი როგორც ადრე გვასწავლიდა ხომ მათეს სახარების მეხუთე თავში რო თუ ერთ ხრიმალში შემოგარტყას ვინმემო მეორე მიუშვირო იმას აკეთებს ზუსტად ეუბნება მას რომ თუ რამე არასწორი ვთქვი მითხარი რა ვთქვი არასწორი თუ არა და რატომ მცემ მე მაშინ ანამ შეკრული გაუგზავნა იგი კაიაფა მღვდელმთავარს ხოლო სიმონ პეტრე იდგა და თბებოდა უთხრეს მას განაჩენს მისი მოწაფეთაგანი არა ხარ მაგრამ მან უარყო და თქვა არა ვარ მეორედ უარყო პეტრემ უკვე იმ ეზოში მღვდელმთავრის ერთმა მონამ იმის მანათესავმა ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ უთხრა მას განა მასთან ერთად არ დაგინახე ბაღში და კვლავ უარყო პეტრემ და მყისვე იყივლა მამალმა და ლუკას სახარებაში კი ასე წერია რომ აი როცა პეტრემ მესამედ უარყო ამ დროს გამოიყვანეს ზუსტად იესო ქრისტე და შეხედა უფალმა მას აი ერთ წამით შეხედა უფალმა მას იმ დროს როცა პეტრემ მესამედ უარყო მას და ასე წერია სხვა სახარებებში რომ ფიცით დაიწყო ფიცულობდა პეტრე რომ ფიცავ რომ არ ვიცნობ ამ კაცს აი ამ დროს გამოატარეს შეკრული ბორკილებით უფალი და ამ დროს შეხედა იესომ პეტრეს და დაიქცა და დაინგრა პეტრე რომ აღსრულდა ის რაც უფალმა მას უთხრა და იყივლა მამალმა. ნახეთ რა არის საინტერესო? უყურეთ იოანეც ხო იქ იყო. იოანე მოციქულიც ხო იქ იყო. აი გვერდზე ეჯდა პეტრეს. რატო იოანე ვერ იცნეს რომ ის მოწაფე იყო? აი ხო საინტერესოა. რატომ? რა პეტრეს რატო ჩააჯინდა ის კაცი? ღმერთმა მასზე დაუშვა. ღმერთმა მასზე დაუშვა ეს განსაცდელი. გესმით? აი ესა და მასია საქმე. იოანეც იქვე იყო, კაცო, იოანეც რომ ის მოწაფე ყველა მიცოდა, მაგრამ
იოანეს იცავს ღმერთის ხელი, რადგან არც ერთი არ დამიღუპავს, ვინც მომეც, არც პეტრეს არ უყავს უფალი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ზუსტად ორივე ერთად არის, მაგრამ პეტრეზე დაუშვა, რომ პეტრე დაამდაბლოს და გააგებინოს, რომ მახვილით და შენი ძალით ვერაფერს ვერ შეცვლი, ღმერთმა თუ არ დაგიყვარა. გესმით? საინტერესოა ეს მომენტი. და კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. ნახეთ, აი სანამ გადავალთ ამ საკითხზე, პრეტორიუმი იყო პილატეს სასახლე, სადაც პილატე ეს იყო ჰეროდე დიდის ყოფილი სასახლე, ჰეროდეს ჩამოართვეს ის სასახლე, უკვე შიგ პროკურატორები ცხოვრობდნენ, რომის პროკურატორები. ამ დროს აი ეს არის იერუსალიმი. აი დაახლოებით აქ იყო სადღაც ჰეროდეს პრეტორიუმი, აი აქ სადღაც. აქვე სადღაც ახლოს იყო ჰეროდეს სასახლეც, მაკაბელების სასახლე ერქვა იმას და ჰეროდე გალილეის მეფე. ანუ იმ ჰეროდეს შვილი, რომელსაც ეს სასახლე ეკუთვნოდა, რომელშიც ახლა პილატე ცხოვრობს, ეს გალილეაში იყო, მაგრამ იერუსალიმში პასექის დროს ჩამოდიოდა ხოლმე გალილეიდან და მაკაბელების სასახლეში. აი აქვე მეზობელ სადღაც სასახლეში არის ჰეროდეს, ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ ვამბობ ამას. ნახეთ, სულ ქრისტეს თავს გაიმართა 6 პროცესი. ეგრე წერია. 3 იუდაური და 3 წარმართული. პირველად ჰანასთან მიიყვანეს, შემდეგ მიიყვანეს კაიაფასთან, შემდეგ მიიყვანეს სინედრიონში. ამის შემდეგ მიიყვანეს პილატესთან, ჰეროდესთან გააგზავნა პილატემ და შემდეგ ისევ პილატესთან. ნახეთ, ჩვენ ახლა აქ იოანეს მოკლედ კომპაქტურად აქვს დაწერილი, ამიტომაც ეს ადგილები ჩვენ ნახეთ ჰანასთან და კაიაფასთან და სინედრიონში მიიყვანა ლუკას და მათეს აქვს და მარკოს აქვს ხალხები. ამ კაიაფასგან იგი წაიყვანეს სინედრიონში უკვე ფორმალურად. როცა კაიაფასთან მიიყვანეს, ის დაკითხეს და ეკითხებიან მოწმეებს ეძებენ და ვერ პოულობენ, მაგრამ 2 მოწმის ბრალდება აბსოლუტურად ზუსტად უნდა დამთხოვოდა ერთმანეთს. ეს ერთ-ერთი კანონი იყო. და ვერ პოულობდნენ ასეთ მოწმეებს. შემდეგ მოვიდნენ ვიღაცები და თქვენსო რომ ამან თქვაო რომ დავანგრევ ამ ტაძარსო და 3 დღეში ავაშენებო. და მეორე מחარებელი ასე წერს რომ ამან თქვა რომ შემიძლია დავანგრიო და 3 დღეში ავაშენო. და რომ ფაქტურად ბრალდება სასიკვდილო ვერ იპოვეს. ვერ იპოვეს სასიკვდილო ბრალდება. ნახეთ და შემდეგ აი მე მინდა ეს ადგილი გაჩვენოთ. მიიყვანესო სინედრიონში მიიყვანეს უკვე ის. და თქვენს გითხარი შენ ახარ თუ არა ქრისტე? სინედრიონში უკვე ტაძარში არიან, აი აქ არიან ამ შენობაში და უნებიან გითხარი შენ ახარ თუ არა ქრისტე? და უთხრა მათ გეტყვით არ მერწმუნებით და თუ კითხავთ არ მიპასუხებთ და არ გამიშვებთ. აზრი არა აქვს ჩემს თქვენთან საუბარს, რომ გითხრათ არ დამიჯერებთ და რომ კითხოთ რატომ არ გჯერათ? მაინც არ მიპასუხებთ. ამიტომ რა აზრი აქვს ქრისტე უნება? თქვენ ხომ გადაწყვეტილი გაქვთ ჩემი მოკლა უკვე. ამიერიდან დაჯდება ძეკაცისა ღმერთის ძლიერების მარჯვნივ. ანუ ღმერთის ძლიერება იყო ერთ-ერთი შემცვლელი სახელი იაჰვეს. ქრისტე ამბობს რომ იაჰვეს მარჯვნივ დავჯდები ამის მერე. და თქვა ყველამ მას შენ ახარ ძეღმთისა და მიუგო მათ თქვენ ამბობთ რომ მე ვარ. თქვენ ამბობ შენ ამბობ ბერძნულ ენაში ნიშნავდა რომ კი მე ვარ დიახ მე ვარ ძეღმთისა. ხოლო მათ თქვენს რაღაც გვინდა მოწმობა ვინაიდან თვითონ მოისმინეთ მაგისი პირითო. და აი აქ სინედრიონში ფორმალურად გადაუწყვეტეს უკვე მას, რადგან სინედრიონში უნდა ასე ვთქვათ გაემართლებინათ, კანონიერი გაეხადათ ის, რაც მათ მანამდე გააკეთეს. ნახეთ, აი ეს ადგილი მინდა კიდევ გაჩვენოთ თქვენ, რომ ეს სრულად შევავსოთ ეს. და უთხრა მათ მღვდელმთავართან რომ მიიყვანეს კაიაფასთან სახლში. იქ დაკითხვის დროს მღვდელმთავარი ეკითხება მას, რომ მითხა გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გითხარი თუ შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისო.
ანუ ბოლო ბრალდება, რისთვისაც სიკვდილი გადაუწყვეტეს მას, ეს იყო რომ ღმერთ შენ ამბობ თუ არა რომ შენ ხარ ქრისტე, ანუ მას მესია, ძე ცოცხალი ღმერთის. და უბრალოდ ეუბნება რომ შენს თქვი, მე ვარ დამიერიდან ნიხილავ ძეს კაცისას ღმერთის ძლიერების მარჯვნივ ჯდომს. და მღვდელმთავარიო ადგაო და სამოსი შემოიხიაო. დაიყო სამოსელიო, ესეთი საშინელი გმობა მოისმინა, როგორც ჩანს, ანუ მისი გაგებით და შემოიხია სამოსელი და თქვა რაღაც გჭირდება მოწმეები, მაგისი პირით მოვისმინეთ გმობა. კიდევ ერთი კანონი დაარღვიეს, ტანსაცმლის შემოხევის უფლება მღვდელმთავარს არ ჰქონდა. რადგან ტანსაცმლის შემოხევა ნიშნავს, ნახეთ, აი როცა გლობს ვინმე მიცვალებულს ან რაიმე ცუდამბავს გაიგებს, ხო? თვებს იგლეში, ტანსაცმელს იხევს. ეს გრძნობის და ემოციების გამოხატულებაა, ხო? და როცა ასეთ სერიოზულ საქმეზე ღვთის სამართალი წდება, იქ ემოციები კი არ უნდა ყოფილიყო მთავარი, არამედ გონება, სახი განჯა და მღვდელმთავარს, ამიტომ არ ქონდა უფლება რომ ემოციური გამხდარიყო. გრძნობებით მართული ყოფილიყო, ამიტომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. და კიდევ ერთი, ღმერთი გმო მაგანო. რადგან ქრისტემ თქვა, რომ იხილავ ძეს კაცისას, მე ვარ ქრისტე, იხილავ ქრისტეს ღმერთის მარჯვენა მჯდომარეს. ღმერთი გმო, გმო მან ღმერთი მათი კანონებით? არა. მათი კანონებით ღმერთის გმობა მხოლოდ მაშინ იყო თუ იმ 400 სიტყოდა ადამიანი, აი ღმერთის სახელი 400 იწერება ჩვენ თქვი. აი თუ იმ 400 სიტყოდა და იმას გმობდა, მაშინ ითვლებოდა ღმერთის გმობად ადამიანის რაიმე ნათქვამი. ეს ქრისტეს არ უთქვია. მან თქვა, რომ ის არის ქრისტე მესია, ძე ცოცხალი ღმერთის. მაგრამ მღვდელმთავარმა ეს იცის, განა არ იცის. შენ ახარ ქრისტე ცოცხალი ღმერთის ძეო. მან იცის რომ მესია ღმერთის ძე უნდა იყოს. ეს განა არ იცის. მაგრამ რომ ქრისტეა ეს, ამას ვერ იღებს, ამას არ სწამს და ამიტომ გმობაში უთვლის მას, რომ ღმერთი გმო, რადგან მან ეს თქვაო. და ესე გადაუწყვეტეს მას სიკვდილი. მაგრამ უყურეთ რა ხდება ახლა, მათი კანონებით ეს სამივე პროცესი გაიარეს და მათი გადაწყვეტილებით სიკვდილის ღირსია ის. მაგრამ მათ არა აქვთ უფლება სიკვდილით დაჟის. რადგან 6 წელს ქრისტემს შემდეგ, ანუ 6 წელს, ანუ ჩვენ წელს 6 წელს რომაელებმა აუკრძალეს ებრაელებს სიკვდილით დაჟის განხორციელება. მათ არ ჰქონდათ უფლება განახორციელებდათ ვინმეზე სიკვდილით დაჟა. მხოლოდ რომაელებს გადაეცათ ეს უფლება სიკვდილით დაჟა. ამიტომაც წაიყვანეს პრეტორიუმში პილატესთან, რომ პილატემ დაამტკიცოს მისი სიკვდილი. ნახეთ, ჩვენ აქ ხედავთ ღმერთის განგებულებას. უყურეთ, ებრაელებს რო დაესაჯათ, ებრაელებს რომ ქონოდათ სიკვდილით დაჟის უფლება, მაშინ როგორ დაჟდნენ მას სიკვდილით, როგორ გააკეთებდნენ ამას? სიკვდილით დაჟა იუდაური იყო, ქვით ჩაქოლა. ქვით ქოლავდნენ მას სიკვდილ მისჯილს. მაგრამ რადგან ღმერთის დაშვებით მათ აეგრძალათ სიკვდილით დაჟა, სიკვდილით დასაჯეს ქრისტე როგორ? ჯვარცმით. ესმით? ჯვარცმით. აი ის რაც ნაცინასთან მეტყოლებელი იყო, რომ ხეზე უნდა ჩამოიკიდოს, რომ მისი ძვალი არ უნდა დაიმტვრას და რომ წარმართების ხელში უნდა გადაეცეს. და ისე უნდა აცვან ჯვარს, რომ უნდა ამაღლდეს, ხო, როგორც მოსემ აამაღლა გველი უდაბნოშიო, რომ უნდა ამაღლდეს, რომაელებს რომ არ აეგრძალათ ებრაელებისთვის სიკვდილით დაჟა, ეს არ ასრულდებოდა. აი ღმერთი როგორ მართავს ყველაფერს. ამიტომ 6 წელს მათ აეგრძალათ სიკვდილით დაჟა და ამიტომაც მიიყვანეს პრეტორიუმში პილატესთან. და იესო და განთიადი იყო და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში, რათა არ შებილწულიყვნენ, რომ შეძლებოდათ პასექის ჭამა. და უგვირით რა ხდება, რა წერია? არ შევიდნენ ამ სასახლეში პილატესთან, არ შევიდნენ თავად იუდეველი მღვდელმთავრები, რომ არ შებილწულიყვნენ, რატომო? რომ პასექის ჭამა შეძლებოდათ. კი, მაგრამ წინა საღამოს ხო ჭამეს პასექი უკვე. წინა საღამოს ქრისტემ ხო ჭამა პასექი. და გათენდა, ეს უკვე დილა. დილის 9 საათია, 9 საათამდე ხდება. ანუ განთიადია, დილის 6, 7, 8 საათი ეს დრო არის.
და უნდა ეჭამოთ პასექიო. აი ეს ადგილი ამ ადგილმა ბევრი დააბნია და თქვეს რომ ესე იგი შეიძლება ქრისტემ ადრე ჭამა პასექი. ან შეიძლება პასექის ჭამა გვიან ხდებოდა. არა, ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. ნახეთ, აი ეს ხო პასექის კვირა იყო. პასექი განსაზღვრავდა ყველაფერს, ხო პასექის დღესაც სწავლობ. და აი ამ პასექის დღეს პარასკევს ტაძარში 9 საათზე სამშვიდობო მსხვერპლი რო იწირებოდა, იმასაც პასექი ერქვა იმ მსხვერპლს. და იქიდან ჭამის უფლება უნდათ მხოლოდ მღვდელ მთავრებს. ეს თალმუდიდან ვიცით ჩვენ. რომ აი იმ მსხვერპლს დილას პასექის დილა რო გათენდებოდა, ტაძარში მსხვერპლი ხო მაინც იწირებოდა. აი პირველი მსხვერპლი, რომელიც აქ იწირებოდა 9 საათზე, იმას ერქვა პასექი იმ მსხვერპლს და იმას ჭამდნენ მღვდელ მთავრები. მათ პასექი ნაჭამი აქვს უკვე წინასაღამოს, იმიტომ რომ მოსეს რჯულის მიხედვით პასექის ჭამა შეიძლება მხოლოდ 14-ში რო დაღამდებოდა. ანუ პასექი რო თენდება, აი გამთენის იმ ღამეს უნდა ჭამო ეს პასექი. რატომ? უყურეთ, აი პასექის საფუძველი რა არის? ეგვიპტიდან გამოსვლა, ხო? ეგვიპტიდან რო გამოვიდნენ ებრაელები მონობიდან, ღამე ჭამეს პასექი, ხო? ღერთმა ხო ასე უთხრა რომ ღამე ჩქარა დაკალითის კრავი, წაუსვით წირთხლზე და ზურბზე ის სისხლი და იმ ღამეს ჩქარა ჭამეთ. ეს პასექი რომ იმ ღამეს უნდა გაიქცნენ, დილას უკვე თავისუფლები უნდა იყვნენ, გასული უნდა იყვნენ მონობიდან, ხო? ამიტომაც პასექი წინასაღამოს ღამე იჭმევოდა, წინასაღამოს და პარასკევი რო გათენდა უკვე პასექის დღე არის ეს. და ამიტომაც, მაგრამ რომ არ შევიუწირო, ნიშნავს რომ უნდა ეჭამათ კიდევ მათი 9 საათზე სამშვიდობო მსხვერპლი, რომელიც იკლებოდა ტაძარში. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსას დებთ ამ კაცს? პილატეს საინტერესო. ნახეთ, პილატე უკვე ეს არის განთიადია. ეს საინტერესო რა არის? იმიტომ რომ ჩვენ რატო რაც აიდან ვიცით რომ იუდა მათთან შეთანხმებულია უკვე. განთიადია და პილატე გამოვიდა უკვე გამზადებული მათთან სალაპარაკოდ. რატო ელოდებოდა პილატე ამას? იმიტომ რომ პილატე მიცოდა რაც ხდება, უკვე წინასწარ იცოდა ეს. ის რაზმი რომ მოხსნეს ტაძრიდან და გააგზავნეს იესოს დასაჭერად, პილატემ ეს ხო იცის. ამიტომ გამზადებული ელოდება დილის განთიადის 7 საათზე ან 8 საათზე რომ მასთან უნდა მოიყვანონ ეს ბრალდებული. ეს წინასწარ არის ყველაფერი შეთანხმებული. და რა ბრალსას დებთ ამ კაცს? მიუგეს და უთხრეს მას: ეს რომ ბოროტ მოქმედი არ იყოს, შენ როდი გადმოგცემდით? ანუ ჩვენ დავადგინეთ, ეუნებიან, ჩვენ დავადგინეთ ჩვენ წესებით რომ ბოროტ მოქმედია. ამიტომაც მოგიყვანეთ ჩვენ რომ შენ უბრალოდ დასაჯოს იგბნით. აი ამას ეუნებიან იუდეველები. უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულის სამეფო განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს მას: ჩვენ უფლება არ აქვს ვინმეს მოკლისა. იუდეველები ეუნებიან: წადით და თქვენი რჯულში როგორც არის, ისე განსაჯეთ. ესენებია ჩვენ არ აქვს მოკლის უფლება. და პილატე ხვდება რომ მისი მოკლა უნდა, გადაწყვეტილი აქვს მისი მოკლა. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. გასმით? რომ აღსრულდეს ქრისტეს სიტყვა, რომელიც რომ თქვა როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო? აი რა ჩვენ თქვით, ჯვარცმით სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. რადგან რომაელების სიკვდილი დასჯა იყო ჯვარცმა. აღსრულდეს ეს სიტყვა, არა ჩაქოლით, არამედ ჯვარცმით. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში. აი მე რო ახსენე პასექი, ხო? აი პასექის დღეს ღმერთი ეუნება მათ, რომ აი კრავს რო დაკავთო, ეს უკვე ეგვიპტეში, ჯერ კიდევ ეგვიპტეში, როცა წესდება პასექი. კრავს რო დაკავთო, ძულები არ დაამტრიოთ. აი რომ შეწვავთო იმას, კრავს, რომელსაც დაკლავენ იმ ღამეს, რომ მეორე დღეს გარბიან ეგვიპტიდან, ძვლები არ დაამტრიოთ. მისი ძვალი არ შეიმუსროს. ქრისტეს ძვალიც არ გადეხილა. გახსოვთ ჯვარცმის დროს, როცა მიდიან მასთან რომ ფეხები გადაუმტრიონ. რას ნახავენ? რომ უკვე გარდაცვლილია, ხო აღსრულებულია ჯვარზე და წვიებს აღარ გადაუმტრევენ. აი აღსრულდა ის, რაც რჯულში ნათქვამი რომ იმ კრავის ძვლები არ დაამტრიოთ, თელი უნდა დარჩეს. რადგან ჯვარცმისას ქრისტეს ძვლები არ უნდა დაამტრიონ. ასევე ქვით თუ ჩაფოლავდნენ მას, ძვლები ხო დაემტრეოდა. ხო დაემტრეოდა ძვლები. ამიტომაც ქრისტე აღსრულდეს ის რომ ჯვარცმით წარმართული წესით უნდა მოკვდეს, აი ამას ამბობს ეს ადგილი ამ სახარებაში.
კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? მიუგო მას იესომ: შენ თვითონ ამბობ მაგას თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? ქრისტე პილატეს საინტერესებს არის თუ არა ის იუდეველთა მეფე. და ქრისტეს უნდა რომ მასთან მისგან გაიგოს თვითონ რას ფიქრობს ამ საკითხზე. სხვებმა რას უთხრეს იმას იმეორებს თუ თვითონ რას ფიქრობს, არის ის იუდეველთა მეფე? მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მდრომთავრებმა გადმომცეს შენი თავი, რა ჩაიდინე? პილატე ეუბნება რომ რა შემაინტერესებს შენ იუდეველთა მეფე ხარ თუ არა? მე რა იუდეველი ვარ? თქვენი სარწმუნოება, თქვენი რჯული, ჩემთან რა საქმეა თამას? შენმა ხალხმა გიღალატა ეუბნება. განსაკუთრებით ტკინეულ რაღაცას ეუბნება პილატე ამ დროს რომ მე კი არა, შენმა საკუთარმა ხალხმა, იუდეველებმა და ებრაელებმა გადმომცეს შენი თავი, მე და რა ჩაიდინე ასეთი ეუბნება. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნიური. ამ ქვეყნიური რომ იყოს ჩემი მეფობა, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავარდნოდი იუდეველებს, ხოლო მაგრამ ათ ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნიური. ქრისტე ეუბნება. ქრისტე არ ეუბნება რომ მას მეფობა არ აქვს. ქრისტე არ ეუბნება რომ ის მეფე არ არის. ქრისტე ეუბნება რომ ჩემი მეფობა ისეთი არ არის როგორც შენი მეფობა. არ არის ამ ქვეყნიდან ამოცენებული, ხო? ანუ ამ ქვეყნიური მეფეები როგორ მოიპოვებენ მეფობას? გავლენას ავრცელებენ, ძალით ვიღაცას ჩაგრავენ, ხო? ვიღაცას მოკლავენ, ვიღაცას წაართმევენ, აღზევდებიან და ეს არის ამ ქვეყნიური მეფობა, ხო? ასე ხდება ხოლმე. შეკრავენ კავშირს სხვასთან, ეუბნება ქრისტე რომ ჩემი ზეციდან მოსული მეფობა. ამ ქვეყანაზე როდესაც იქნება მისი მეფობა, ოღონდ ისე კი არა რომ ამ ქვეყნიური გავლენების გამო, არამედ ღმერთი უავლენს მას როგორც მეფეს ამ ქვეყნიურს. მეფეთ მოვიდა, ის არ მიიღეს, გაყიდეს, მაგრამ მოვა ის დრო, როცა მისი მეფობა გამოჩნდება. ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნიური. უთხრა მას პილატემ: მაშ მეფე ხარ? ანუ პილატემ ეს ბოლომდე ვერ გაიგო, რას ეუბნება როგორ ჩანს, რას ნიშნავს ჩემი მეფობა ამ ქვეყნიური არ არის. და ეუბნება, მაინც პილატეს ეთეს: მაშ მეფე ხარ? პილატეს აინტერესებს საშიშროებას უქმნის თუ არა ეს იუდეის მშვიდობას. იუდეის მშვიდობას, რომ ეს ფიქრობს თუ არა რომ მართლა მეფეა, ხო შეიძლება რომ აჯანყება მოაწყოს მან. არის ესეთი ჰიპოთეზა, ეს ვინდა გითხრა თქვენ, რომ პილატეს პრობლემა რა იყო ამ დროს. პილატეს ალდა ერთი მეგობარი რომში პრეტორიანელებს, ანუ სამხედროების უფროსი იყო, რომელმაც მას ტიბერიუსის დროს ეს გაუჩარხა ეს ადგილი როგორც იუდეის პროკურატორი, ხო? დაცნობობით. შემდეგ ის მისი მეგობარი სიკვდილით დასაჯეს, იმიტომ რომ მან თვითონ მოინდომა იმპერატორობა და სიკვდილით დასაჯეს იმპერატორის ღალატისთვის. და პილატ და როგორც იცოდნენ ხოლმე რომში, ჩამოუარეს ყველა მის ნაცნობებს, მეგობრებს და ისინიც ბევრი სიკვდილით დასაჯეს. პილატ კი ამ დროს იუდეაშია, შორს არის რომიდან, მაგრამ პილატეს შიში აქვს, რომ შეიძლება ისიც მოიკითხონ, როგორც იმ იმპერატორის მოღალატის მეგობარი, რომელსაც ხელი შეუწყო მან, რომ მიიღო ეს თანამდებობა. ამიტომ პილატეს აბსოლუტურად არ აწყობს, რომ იუდეაში რაიმე არეულობა იყოს. თორემ შეიძლება სიკვდილი დაემუქროს მას. და ეუბნება, შენ მეფე ხარ, უნდა გაიგოს. ხოლო იესომ მიუგო, შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. შენ ამბობ, ისინი რომ კი, მე მეფე ვარ. ამიტომ დავიბადე და იმიტომ მოვილინე ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ისმენს ჩემს ხმას. ყველა ვინც ეძებს ჭეშმარიტებას და ვინც ჭეშმარიტებისგან შობილია, მას ესმის, მე ვარ მათი მეფე. ანუ სულიერი მეფობა, ხო? ქრისტე ხომ ჩვენი მეფე არის. ნამდვილად ქრისტე ჩვენი მეუფეა ნამდვილად ქრისტე, იმიტომ რომ ჩემი თქვენი ყველას ვინც ჭეშმარიტებას ვეძებ და ჭეშმარიტებისგან ვარ. აი ამას ამბობს უპარი, რომ ვარ მე მეფე. ოღონდ სხვანაირი მეფე ვარ, შენაირი მეფე არა ვარ. მე ვარ ზეციდან მოსული ჭეშმარიტების მეფე. და უთხრა მას პილატემ, რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ, მე ვერავითარ ბრალს ვერ პოულობ მასში. ნახეთ, ეს ძალიან ცნობილი ფრაზაა პილატესი,
რა არის ჭეშმარიტება? როგორ უნდა გავიგოთ ეს ფრაზა? პილატემ რატო უთხრა ეს? რა არის ჭეშმარიტება? რაღაცა საკითხი აინტერესებდა პილატეს, უნდა მისგან გაეგო ჭეშმარიტება რა არის? თუ აი რატომ ამბობს ამას პილატე? რა არის ჭეშმარიტება? თან კითხვის ნიშანი წერია, ხო? კითხულობს პილატე, რა არის ჭეშმარიტება? პილატეს აბსოლუტურად არ აინტერესებს ეს საკითხი. პილატესთვის ჭეშმარიტება არის პოლიტიკოსის ჭეშმარიტება. პოლიტიკოსის ჭეშმარიტება რა არის? როგორ გაიმარჯვოს? როგორ ვაჯობოს? როგორ მოუგოს? როგორ ხო? აი ამას პილატე. რა არის ჭეშმარიტება? ჩემი ჭეშმარიტება ის არის, რომ იუდეაში სიწყნარე იყოს, რომ ჩემს თანამდებობას არ დაემუქროს საფრთხე. დღესაც ხო ხედავთ ამას ჩვენ პოლიტიკოსებისგან. მათ საკუთარი ჭეშმარიტება. მოიტყუებიან კიდევაც, მსგავსობასაც ჩაიდნენ, ხალხს მოატყუებენ მასურად. ეს არის მათი ჭეშმარიტება. თავარია ძალაუფლება შეინარჩუნონ და ამიტომაც ფაქტობრივად ჭეშმარიტება არ არსებობს მათთვის, ხო? დღეს ეს არის ჭეშმარიტება, ხვალ ის არის ჭეშმარიტება. ზე კიდევ ის არის ჭეშმარიტება, რაც მას აწყობს იმ დროს, ის არის მისი ჭეშმარიტება, ხო? აი ზუსტად ამას ამბობს პილატეც. აი ეს არის პოლიტიკოსის ტრაგედია არის ამ პილატეს ამ სიტყვებში. რა არის ჭეშმარიტება? და ნახეთ, მას რომ არ აინტერესებს ქრისტესთან არაფერი, საიდან ხვდები ჩვენ, ეს რომ თქვა, ზურგი შეაქცია ქრისტეს და გამოვიდა ისევ იუდეველებთან სალაპარაკოდ, რომ ესენი დააჯოშმინოს. არ აინტერესებს ის რას ეთქვის, რა არის ჭეშმარიტება. თუმცა ხორჩასხმული ჭეშმარიტება დგას მის წინაშე იესო ქრისტეს სახით და მას არ აინტერესებს ეს. და ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ, მე ვერავით არ ბრალს ვერ პოულობ მასში. პილატე ამბობს, რომ ეს არის პირველი პროცესი. პირველი პროცესია, როცა პილატე ამბობს, რომ მე ბრალს ვერ პოულობ, არ არის დამნაშავე ეს კაცი. არაფერი ისეთი არ აქვს ამას ჩადენილი, რომ სიკვდილის ღირსი იყოს. აქ იოანე ამას არ აღწერს, მაგრამ ამ დროსო, მათე და ლუკა და სხვა მარკოზე აღწერენ, რომ ამ დროსო უთხრეს მასო იუდეველებმა, რომ აშფოთებს ეგ ხალხსო, გალილეიდან დაწყებული იუდეამდე დადისო და აღელვებს ხალხს და სრულ სარწმუნოებას გადაგებსო. პილატემ რომ გაიგო, გალილეველიაო ეს კაციო? არამდე არ იცოდა. გალილეველი თუაო? ჰეროდეო ახლა იერუსალიმში ჩამოსული და მოდი ჰეროდეს გაუგზავნი, რომ თუ გალილეველია, მისი სამეფოდან არისო და იმან გადაუწყვიტოს, იმიტომ პილატეს უნდა რომ ხელი დაიბანოს. პილატეს უნდა რომ გათავისუფლდეს, ან ხდება რომ რაღაცა ცუდი საქმეა. ხდება რომ იუდეველები მახეს უგებენ, ესმით? გადა პილატემ არ იცის რომ შურის გამო და ბოროტების გამო უნდა მისი მოკლა, იცის. და ხდება რომ მახეს უგებენ, რომ მისი ხელით აღასრულონ მკვლელობა, პილატემ ამას ხდება, უნდა რაღაცნაირად მოიცილოს ეს საქმე მისგან და მოდი ჰეროდესთან წაიყვანოს და იმან გადაწყვიტოს. თან წერია სახარებაში რომ ცოლმა ამ დროს, აი ამ დაკითხვის დროს გამოუგზავნა შიგრიკი და უთხრა, იცოდე, არაფერი დაუშავო მაკაცო. ძალიან ბევრი ვნება, ძალიან ბევრი ვნება მივიღე ამაღამ ჩვენება მქონდაო, რომ მის გამო, ჩვენება მქონდა, მორწმუნე იყო როგორც ჩანს მისი ცოლი და სახელიც კი შემორჩენილი კლაუდია ერქვა მის ცოლს, შემორჩენილია მის სახელი და უთხრა ხმარს შემოუთვალა რომ არ მოკლა, არაფერი არ დაუშავო მაკაც. ამიტომაც პილატეს რაღაცა თავს იკავებს ამ საქმეზე და გააგზავნა ჰეროდესთან და ჰეროდესთან რომ მიიყვანეს უფარი. ჰეროდეს ძალიან გაუხარდაო, იმიტომ რომ ჰეროდე ძალიან გარყვნილი ბოროტი კაცი იყო, სასწაულების მოყვარული კაცი იყო, უსიცხვრო, აი ძალიან ცუდი ადამიანი იყო ჰეროდე და რომ დაინახა იესო გაუხარდა, იმიტომ რომ ადრეც დაპატიჟა მან მომიყვანეთ ჩემთან, მაგრამ ქრისტე არ მივიდა მასთან. და რომ მოიყვანეს ახლა გაუხარდა, იმიტომ რომ იქნება რამე სასწაული გვაჩვენოს, რამე ფოკუსი გვაჩვენოსო და უნდოდა რომ დღესასწაულია და რომ გაერთონ რა და იქ რომ მიიყვანეს ქრისტემ არავითარი სიტყვა არ დაუძრავს, არაფერი არ უთხრა, დუმდა მხოლოდ, რადგან იცის რომ ეს დაღუპული ადამიანია და მასთან საუბარს არავითარი აზრი არ აქვს. ისი ჰეროდეს დაღუპვა გადაწყვეტილი და მართლაც ჰეროდე მალე იღუპება და როგორ ნახეთ, ჰეროდე და მისი ჰეროდია და ის ხალხი იყო, ვინც იოანე ნათლისმცემელს მოკვეთა თავი, ხო? ხო გახსოვთ, რომ ეს ძმის ცოლი ყავდა ცოლად ჰეროდეს და ამხილებდა იოანე ნათლისმცემელი, რომ აურჯულოება ამის გაკეთება და ამიტომაც თავი მოკვეთა მას ცოლის შთაგონებით და
შემდეგ ცოლმა შთააგონა მას, რომ რომში წავიდა, ეს ცნობილია, ისტორიიდან ცნობილია, რომ წამ რომში ჩავიდა, კალიგულა იყო ამ დროს იმპერატორი რომში. ჩავიდეთ რომშიო და სთხოვე იმპერატორსო, რომ მეფედ დაგადგინოსო იუდეაშიო. და მართლაც დაიყოლე და წავიდნენ. და კალიგულა ისეთი საშინელი იმპერატორი იყო, რომ რამე რომ ფინანსურად შემოაყალდებოდა, ფინანსებრივ შემოაყალდებოდა, რომელიმე დიდებულს დააპატიმრებდა, წაართმევდა ქონება, ძალიან ცუდი კაცი იყო. ეს რომ ჩამოვიდა ეს ჰეროდე და მისი ცოლი ამ მიმითი, ადგა და გადაასახლა სადღაც გალიაში, საფრანგეთისკენ, საერთოდ გადაასახლა, აი ესეც კი არის და იქ დანიშნა რაღაც ესეთი ღარიბი ოლქის მმართველა და იქ მოკვდნენ ორივენი ისრაელიდან შორს. აი სიხარბისგან ესე დაიღუპნენ. და ბოლომცდელობა ახლა პილატესი, ანუ ჰეროდესთანაც იყო უკვე უფალი და ბოლომცდელობა შემდეგ ისევ პილატესთან როცა მოიყვანენ მას და ეუბნებიან, რომ სიკვდილით უნდა დასაჯოს და ეუბნებიან, რომ თუ შენ ამას გაუშვებო, არ ახარ კეისრის მეგობარიო. რადგან ყველაო, ვინც მეფეთ აღიარებს თავსო, პასუხს აღებს კეისრის წინაშეო. ანუ შენ თუ იმ კაცს არ დაჟი, ვინც მეფეთ აღიარებს თავს, კეისრის მტერი ხარ, ესე იგი, შენ, ესე იგი, კეისრის, ანუ იმპერატორის ძალაუფლებას არ ემორჩილება ეს და შენ უშვებ ამას ესეთ კაცს და პილატეს ეშინია, რომ შეიძლება ამათმა გააგზავნონ ხალხი რომში და უთხრან იმპერატორს, რომ ტიბერიუსს, რომ აი ეს კაცი შენ მტრებს იწყალებს. აი ეს ამ დილემის წინაშე დგას პილატე. და კიდევ ერთი მცდელობა აქვს ამ დროს პილატეს და ეუბნება. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექის დროს. ტრადიციაა ასეთი, რომ რადგან დღესასწაული ამინისტია გამოდის ესეთი პროკურატორი ამინისტიას აცხადებს და ერთ კაცს, ვისაც ითხოვს ისრაელი, იუდეა, იმას გაათავისუფლებს იერუსალიმი. თუ გინდათ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. ანუ იუდეველთა მეფეს გაგითავისუფლებთ, ქრისტეს გაგითავისუფლებთ. მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს, ეგ კი არა, არამედ ბარაბა, ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო. და მოითხოვეს ბარაბას გათავისუფლება. ბარაბა, ნახეთ ეს არსებობს ეგეთი შეხედულება, რომ აბა რას ნიშნავს, ხო? ჩვენ მამა. ბაძე, ანუ აბა, მამის ძე, ამ კაცის სახელი არის მამის ძე ბარაბას. მამის ძე ვინ იყო მეორე, ნამდვილი ძე? იესო ქრისტე. და ეს ბარაბა, ზოგი ამბობს, რომ ეს არ იყო მისი ნამდვილი სახელიო. ბარაბა იმიტომ წერია, რომ ანუ ამ ქვეყნიური კაცის ძე არჩიეს, თან ყაჩაღი, ამ ქვეყნიური სურვილებით მოქმედი ნამდვილი ჭეშმარიტ მამის ძეს და მოითხოვეს ბარაბას გათავისუფლება და ეს მცდელობაც ფუჭად დამთავრდა პილატეს. კიდევ კანონები, რომლებიც მათ დაარღვიეს, მინდა გაჩვენოთ ეს კანონები აუცილებლად. საჯული არ უნდა ყოფილიყო თავადმრავლებელი. ანუ დამთავარი იყო უმაღლესი მოსამართლე იყო, ხო იმ დროს სინედრიონში. მას არ ჰქონდა უბრალოდ თვითონ ყოფილიყო პროკურორი. აი დღევანდელ სასამართლოში ხომ ასეა? როგორ შეიძლება რომ მოსამართლე თავად იყოს მბრალდებელი? მბრალდებელი არის პროკურორი, ხო? იმიტომ რომ თვითონ თუ იქნება მბრალდებელი მოსამართლე, მაშინ რაღაც სამართალი იქნება, მიურჯის იმას, რასაც უნდა. დამთავარი თვითონ გამოვიდა პროკურორიც და თვითონ გამოვიდა საჯულიც. ქრისტეს საკუთარი ქრისტემ რაც თქვა, იმის საფუძველზე მიუსაჯეს მას სიკვდილი. ხო ასე იყო? გითხარი შენ ხარ თუ არა ძე ღვთისა? თქვა მან რომ ვარ და ამის საფუძველზე მიუსაჯეს მას სიკვდილი დაჯდა, ხო? ამის უფლება მათ არ ჰქონდა. საკუთარი თავის წინააღმდეგ თუ იტყოდა ვინმე ჩვენებას, რომელიც სასიკვდილით შეიძლება დაჟილიყო, ეს არ შეიძლებოდა მიღებულიყო როგორც ბრალდება. განაჩენის გამოცხადება შეიძლებოდა მხოლოდ დღე. მზე რო ამოვიდოდა, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა განაჩენის გამოცხადება. რატომ? იმიტომ რომ ღამე 1000 უბედურება და ბოროტება ხდება და ამიტომ ასეც სერიოზულ საქმეზე არ შეიძლებოდა ღამე მოხდარიყო განაჩენის გამოცხადება.
განაჩენი სასიკვდილო განაჩენი თუ გამოცხადდებოდა, პროცესს და განაჩენს შორის უნდა ყოფილიყო 24 საათი. გესმით? აი პროცესი ხო გაიმართა და მივედით იქამდე რომ უნდა სასიკვდილის ღირსია, ხო? მაგრამ განაჩენი უნდა 24 საათის შემდეგ გამოცხადდეს. რომ გამოცხადდებოდა განაჩენის სასიკვდილო, აღსრულება ანუ დასჯა სიკვდილით უნდა ყოფილიყო მინიმუმ 3 დღის შემდეგ. იმავე დღეს არ შეიძლებოდა სიკვდილით დასჯა. ქრისტე იმავე ღამეს, იმავე დილას დასაჯეს სიკვდილით, ხო? ხმის მიცემა, ეს მომენტია, როცა სინედრიონში არიან, რა სიტყვით, როცა ღმერთმა მოისმინა მისი აღიარება, რა სიტყვით, რა მიუსაჯოთ, ყველანი აკვირდნენ, რომ სიკვდილის ღირსიაო, ვინც იქ იყო. გესმით? ყველას შეეძლო ეთქვა, რომ არ არის დამნაშავე, მაგრამ ყველას რომ ეთქვა, რომ ღირსია სიკვდილის არ ქონდათ უფლება. ეს კანონი იყო, გესმით, რომ აი ყველა თუ ამბობს, რომ სიკვდილის ღირსია, ესე იგი შეთქმულები არიან. იმიტომ რომ ებრაელებთან როგორი ხალხია, ხო, რომ ორის ებრაელი სადაც არის, 3 აზრია ხომ, ხო, შემთხვევით, იმიტომ რომ სულ კამათი უყარდა რაღაცა და თუ წარმოედგინეთ ახლა 30 სინოდრიონის წევრია შეკრებილი და 30-ვეს უნდა რომ ვიღაცა მოკლან, არც ერთს არ აქვს საწინააღმდეგო გვაზრი, ეს ნიშნავს რომ შეთქმულები არიან. ამიტომაც ასეთი განაჩენი იყო ძალა დაკარგული. თუ ყველა იტყოდა რომ არ არის დამნაშავე, ამის მიღება შეიძლებოდა. გესმით? ასევე ხმის მიცემა, ანუ თქვა დამნაშავე სიკვდილს უნდა მიუსაჯონ ვიღაცას. თუ დამნაშავე, ყველა სათითაოდ უნდა ეთქვა თავისი აზრი. კი არ უნდა აპირებული იყვნენ რომ კი მოკლად, არა. ყველა სათითაოდ უნდა ეთქვა თავისი აზრი და უნდა დაწყებულიყო ყველაზე ახალგაზრდისგან და დამთავრებულიყო უხუცესისგან. რატომ? იმიტომ რომ უხუცესი თუ იყოდა ჯერ ახალგაზრდა შეიძლება გავლენის ქვეშ მოქცეულიყო მისი, ამიტომაც უნდა დაწყებულიყო ახალგაზრდა. ესეც დაარღვიეს. სიკვდილი მისჯილის ცემა და გაშოლტვა იყო აკრძალული. ჩვენ შემდეგ თავში ვნახავთ რომ ქრისტე წაიყვანეს და გაშოლტეს რომაელებმა, ებრაელებმა ცემეს, დასცინეს და გაშოლტეს და პასექის ღამეს და სხვა დღესასწაულზე არავითარი პროცესის გამართვა არ შეიძლება. წარმოდით, პასექის ღამეს ამ უდიდეს დღესასწაულზე გამართეს პროცესი და სიკვდილი მიუსაჯეს იესო ქრისტეს. როცა მიიყვანენ ჰეროდესთან ეს გამორჩა ეს მინდოდა მეთქვა. ჰეროდესთან როცა მიიყვანენ, ჰეროდე რომ ვერაფერს ვერ ნახავს მისგან, ვერც სასწაულს, ვერც რაების თვალს ვერ მოისმენს, დასცინებენ იესოს იქაც და ჩააცმევენ რასო? წინვალე სამოსელი ჩააცვესო და ისე გამოუშვესო. წინვალე სამოსელი რაც გახსენები არის ქათქათა, თეთრი სამოსელი და თეთრი სამოსელი მაშინ იძლებოდა ძალიან ძვირფას რაღაცა. წინვალე სამოსელი, კაშკაშა სამოსელი. ეს ვთქვათ მხოლოდ ვის? რომის სენატორებს ეს ვთქვათ მხოლოდ რომში სენატის წევრებს და ქრისტეს დასცინეს, იმიტომ რომ აი შენ ხო გინდა, შენ ხო მეფე თვლი თავს და რომს ხო უტოლებ თავს, აი ჩააცვეს ეს თეთრი ქათქათა სამოსელი და ამითით დასცინეს უკან. შემდეგ როცა მოიყვანენ სინედრიონში პილატესთან, საპილატესთან მიიყვან, იქ ჩააცმევენ მასო მეწამულ ქლამიცო და მეწამულ სამბოს მათემახარებელი. მეწამული ქლამი, მეწამული რა ფერია? წითელი, ოღონდ სხვანაირი წითელია, ხო აი იისფერს გავს, ხო, სხვანაირი წითელია, წითელი. ას და მარკოზი წერს იგივე შემთხვევაზე, რომ ჩააცვეს ძოწეულიო. ძოწეული რა ფერია? ძოწეული სხვანაირი წითელია, ხო? მეწამული სხვანაირი, რომელია სწორი? აი ამ ამით მინდა გაჩვენოთ, რომ სახარება როგორი ზუსტია და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არა მოგონილია ლეგენდა არა, როგორი ზუსტად წერენ მაყარებლები. ნახეთ, ძოწეულის და მეწამულის ორივე წითელი ფერებია. მაგრამ თუ ოდნავ მეტი შუქი ეცემა, შენ მას ხედავ როგორც მეწამულს. თუ უფრო ნაკლები შუქია, მაშინ უფრო ძოწეულს, მუქს ხედავ, ხო? ერთ და იგივე წარმომავლობა აქვს ამ საღებავს, მაშინ ერთ-ერთი წარმომავლობა ჰქონდა, ლოკოკინასგან მოიპოვებოდა ეს ფერი. ანუ მათემ როგორც ჩანს, ცოტა ადრე დაინახა უფალი ამ შემოსილი ამ ქლამინდი. და მარკოზმა ცოტა გვიან, როცა უკვე შუქი მეტია და
ერთმა დაინახა მუქი წითელი, მეორემ ღია წითელი და აი ამ დეტალებშიც კი როგორ ზუსტად აღწერენ მახარებლები ამ ქრისტეს ამ ჯვარცმის ამბავს. ხსმით და აი ესეთი ზუსტია სახარება ყველა უმცირეს დეტალშიც კი. ეს მეწამული და ძოწეული იმიტომ ჩააცვეს უფალს, რომ ეს სამეფო ფერები იყო. მეფეს ეცვა, ან დიდებულებს ეცვა თქომე და დასცინეს ამეთიც რომ აი შენ ხო იუდეველთა მეფე ხარ და აი სამეფო ტანსაცმელი ჩაგაცვით შენ. ასევე დაადგეს მას ეკლის გვიგვინი, ხელში დააჭერინეს რაღაცა ლერწამი, რომ ვითომ კვერთხი უჭირავს მას და აი ესე დაცინეს ჯავრდებულს, დასცინეს რის უფლებაც მათ არ ჰქონდათ საკუთარი კანონებითაც კიდე. ხედავთ, როგორც აი გლების ხროვა, როგორც უკანონო აი ეს გლების ხროვა ისე შემოეხურენ მართლა და ამდენი უკანონობა ჩაიდინეს მის თავს, განკაცებული ღმერთის თავს. აი ესეთი იყო მისი ჯვარცმა. ეს არის მე-18 თავის შინაარსი. თუ რაიმე კითხვა შეგვიძლია ვისაუბროთ თუ არა და შემდეგ საუბარზე მე-19 თავი გავაგრძელოთ, სადაც აღწერილი ასევე მისი ჯვარცმა და მისი პროცესი პილატესთან კიდევ და შემდეგ უკვე მისი ჯვარცმა. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენს.